უპრეცედენტო სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, იმიტომ პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ რუსეთი არის საერთოდ ამ შეთანხმებებიდან გამორიცხული და აწარმოებს ჰიბრიდულ ომს პარალელურად სომხეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ანუ მთელი ამ ხნის განმავლობაში 35 წლის განმავლობაში რუსეთი იყო მაგ მთავარი აქტორი ამ კონფლიქტში და ამ კონფლიქტის შენარჩუნებაზე ჰქონდა რუსეთს დადებული ფსონი, რომ ამით ცდილობდა გაეკონტროლებინა ორივე მხარე, გავლენა ჰქონოდა. ეხლა პირველად არის, როდესაც რუსეთი საერთოდ გამორიცხული ამ პროცესებიდან და იძულებულია აწარმოოს ჰიბრიდული ომი სომხეთის წინააღმდეგაც და აზერბაიჯანის წინააღმდეგაც. ჩვენ ნახეთ წინა კვირებში რა ხდებოდა აზერბაიჯანთან მიმართებაში. სომხეთს რაც შეეხება, უკვე დიდი ხანია რუსეთს ცდილობს, რომ შეცვალოს პაშინიანი, იქ სხვადასხვა რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალების მონაწილეობით, რა თქმა უნდა, რუსეთს მეტი ბერკეტი აქვს სომხეთზე ვიდრე აზერბაიჯანზე, იმიტომ აზერბაიჯანი არ არის დამოკიდებული არც ენერგეტიკულად, არც უსაფრთხოების კუთხით რუსეთზე, ამავე დროს არ არსებობს პრორუსული ოპოზიცია აზერბაიჯანში, სომხეთში არსებობს, ამიტომ ის შეეცდება ამ პროცესების ჩაშლას. და მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხას გავუსვამ, რომ არის უპრეცედენტო შემთხვევა პროცესი და ჩანს შემოდის ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროცესებში და იძლევა გარანტიას, ეს სანგიზურის კორიდორი იყო ბოლო თემა, რომელიც ვერ თანხმდებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმიტომ სომხეთს არ სურს თავისი სუვერენიტეტის დაკარგვა და აზერბაიჯანს არ სურდა, რომ ამ კორიდორზე სომხეთს ჰქონოდა სრული კონტროლი და ანუ მისი მოქალაქეები შეემოწმებინა სომხეთის სამართალდამცავებს და მებაჟნებს. გამოჩნდა ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები, ამაში ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის თვითონ ამ ორი ქვეყნის ხელმძღვანელებს, იმიტომ ისინი მათ კარგად გამოიყენეს ის მომენტი, რომ ტრამპი ცდილობს ყველანაირად ტრამპის მიზანია, რომ მშვიდობის ყოფილის როლით შეერთდეს ისტორიაში და ძალიან კარგად მიუძღნენ მას და მის პირად სურვილებს და მიზნებს, რომ ეს გამოეყენებინა ტრამპს კარგად ეს პრობლემა და თანაც მათ გააკეთეს დიდი საქმე, იმიტომ რუსეთი მარგინალიზებულია ამ პროცესში და საქართველოს ამ დროს არის სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, საქართველოს მთავრობას გულისხმობს, დე-ფაქტო მთავრობას, რა თქმა უნდა, თუ კი რამდენიმე წლის წინ საქართველოს ყველაზე პროდასავლურ ქვეყნად ითვლებოდა ამ რეგიონში, ახლა რუსეთის ბოლო იმედი არის საქართველოს სამხრეთ კავკასიაში და ჩემი ინფორმაციით რუსეთი, რომელიც ჯერჯერობით თავს იკავებს, რომ ეკონომიკური სანქციები ამოქმედოს სომხეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ, იმიტომ რომ უკრაინის კონფლიქტის გამო და სანქციების გამო სომხეთი და აზერბაიჯანი ჭირდება რუსეთს, რომ ამ სანქციებისგან რაღაცნაირად შეარდუოს ეს სანქციები და ამ ქვეყნების გამოყენებით მოხდეს დასავლური პროდუქციის იმპორტი რუსეთში. ამიტომ ის პირდაპირ ვერ დგამს ისეთ გაბედულ ნაბიჯებს, რომ ადრე მათქვა საქართველოს წინააღმდეგ, ან იგივე უკრაინის და ბელორუსის წინააღმდეგ მათ ვიცით გახსოვს, რომ ადვილად შემოქმნა ემბარგოებს აწესებდნენ. ეხლა ისინი ამას ცდილობენ სხვანაირად გააკეთონ და როგორც ვიცი, საქართველოს აფერხებს ნაწილს მაინც სომხეთის ტრანზიტისას რუსეთის მიმართულებით. სომხეთი ძალიან ჩდება ხოლმე ეს ცნობები მედიაში და სომხური მხარის უკმაყოფილებას შესახებაც ვიკეთებ. 80% სომხური პროდუქციის, რომელიც გადის ქვეყნიდან, ხდება საქართველოს გავლით, 20% დანარჩენი ირანის გავლით, ხო? მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ უბრუნდები თურქეთი, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი ძალიან კმაყოფილია ამ შეთანხმებით. აღწევენ ესეთ შეთანხმებას და ესეთი პროცესები, საქართველოს არის სულ სხვა განზომილებაში, ჩინეთიც სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს სატრანზიტო გზა ჩინეთსაც სასარგებლო იქნება. კი ბატონო, საქართველოს აი ნახეთ ესეთი დებატი გამოიწვია, რომ ერთგვარად ეს დაკარგვა რაღაც საკუთარი გეოპოლიტიკური ფუნქციის და დამაზიანებელია კონკურენტის საოჯრო გზის გაჩენა, თუ ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი ბენეფიტის მომცემი საქართველოსთვის უფრო დიდ სურათში, ნუ პრინციპში არ გამორიცხავს ეს ორი ერთმანეთს, გაჩნია მის ხელისუფლებაში ეროვნული ძალა თუ პრორუსული რეჟიმი, ხომ ალბათ. აი ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ, დიდ სურათში საქართველოსთვის ეროვნული ხელისუფლების არსებობის პირობებში ეს რა ბენეფიტის მომტანი იქნებოდა და რა შესაძლებლობას უშვებთ ხელიდან?
ყველაფერი, რაც რუსეთის გავლენას ამცირებს რეგიონში, საქართველოსთვის არის კარგი. საქართველოსთვის მე გულისხმობ საქართველოს მოსახლეობისთვის და არა იმ რეჟიმისთვის, რომელიც მიბმულია რუსეთზე, რა თქმა უნდა. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საქართველოს შეიძლება ნაწილობრივ სატრანზიტო როლი, რომელიც საქართველოს აქვს, გარკვეულწილად შემცირდეს, თუმცა არ ამგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება იქნება, იმიტომ ის გასადენები და ავტოსადენები, რაც არსებობს, ეხლა იმის თავიდან გაყვანას არავინ არ აპირებს სომხეთის ტერიტორიაზე, ანუ ზანგეზურის გავლით. შეიძლება მომავალში თუ მას ცენტრალური აზიის ნავთობის და გაზის ექსპორტის შეუერთდა, მაშინ კიდე შეიძლება ახალი დამატებითი გაჩნდეს საჭირო გასადენები და მისადენები, მაგრამ იმედია მაგ დროისთვის საქართველოში ეს სიტუაცია აღარ იქნება როგორც ეს არის ეს შორეული პერსპექტივა. ახლო პერსპექტივაში შეიძლება ოდნავ შემცირდეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, ამიტომ იმაზე გოდება, რომ ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია, რაც ხდება და ჩვენ სატრანზიტო როლს კარგავთ. არ კარგავთ, იმიტომ ძირითადად რაც არის ეს შენარჩუნდება და სამაგიეროდ არის რეგიონისთვის ძალიან დიდი პოზიტიური რამ, რაც ხდება, იმიტომ რომ მომავალში ყველგან სადაც შემცირდება რუსეთის გავლენა. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ პაშინიანმა თუ ეს ყველაფერი გაიტანა და გადაიტანა და ამის დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ დღევანდელი ევროპა, დღევანდელი დასავლეთი სხვანაირად უყურებს უკვე ამ რუსულ ჰიბრიდულ ომს. თუ კი 2006 წელს, 2008 წელს მე ვუყურებ საქართველოს იმათ თუნდაც 2012 წელს, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ რუსული ჰიბრიდული ომი მიდიოდა, დასავლეთი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა ამას. კონცეფციც არ არსებობდა, კონცეფცია ის ტერმინი ჰიბრიდული ომის და ვერ ხდებოდნენ რასთან ჰქონდათ საქმე. ეხლა ყველაფერი ეს გარკვეულია, უკვე არანაირი ილუზია არ არსებობს და პაშინიანის ეს ესე თქვა თამამი გადაწყვეტილებები, რომ არ მოერიდა და ეკლესიასთანაც დაეძაბა მას ურთიერთობა, იმიტომ რომ მიაჩნია, რომ სომხური ეკლესია არის რუსული გავლენის ერთ-ერთი ვექტორი, ძლიერი ვექტორი და ის შეეწინააღმდეგა პატრიარქსაც. ის დაუპირისპირდა სომხურ ოპოზიციას. ის ხშირად აკრიტიკებს აგრეთვე სომხურ დიასპორასაც, რომელსაც ცოტა სხვანაირი წარმოდგენა აქვს დიასპორის ნაწილს, რომელსაც იმდენად ანტითურქული და ანტიაზერბაიჯანული აქვს განწყობა, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის კატასტროფა და არ შეიძლება სომხეთისა და აზერბაიჯანის და თურქეთის თანაცხოვრება ასე მარტივად. ამას ყველაფერს ეს ადამიანი დაუპირისპირდა და იმიტომ უპირისპირდება, რომ მას იმედი აქვს, რომ დასავლეთი ბევრად უფრო მომზადებული შეხვდება ამას, რომ 2026 წლის არჩევნები, რომელიც თუ არ ვცდები გაზაფხულზე არის იქ დანიშნული სომხეთში, მას მისცემს საშუალებას, თუკი ამ შიდა გამოწვევებს ის დაამარცხებს არჩევნებამდე, რომ ეს ყველაფერი ეს სამშვიდობო ხელშეკრულება მან გაატაროს რეალურად ცხოვრება. კი ბატონო, მართლაც ძალიან საინტერესო ფიგურაა ფაშინიანი. თორნიკე თქვენ ახსენეთ ილუზია, რომელიც აღარ აქვს ევროპას რუსეთთან დაკავშირებით და ჩვენი საუბრის ბოლო ნაწილში ვისაუბრეთ იმაზე, აქვს თუ არა ეს ილუზიები ამერიკის პრეზიდენტს ჯერ კიდევ მიუხედავად მისი მნიშვნელოვნად შეცვლილი რიტორიკისა რუსეთის მიმართ ბოლო თვეებში, რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს პუტინისა და ტრამპის შეხვედრიდან უკრაინას ზელენსკის და ევროპას აქვთ შფოთი, რომ იქ რამე არ გადაწყდეს ზელენსკის უკრაინის გარეშე, ასევე შფოთი გამოიწვია ტერიტორიების გაცვლის შესახებ ტრამპის გამონათქვამმა. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? რამდენიმე რამ არის. ეხლა თუ კი ტრამპმა უაღრესად პოზიტიური როლი შეასრულა ამ ზანგეზურის შეთანხმებაზე, ზოგიერთმა ეს აღნიშნავს, რომ ტრამპი პირდაპირ რუსეთის წინააღმდეგ მიდის. მე არც არასდროს ვთვლიდი, რომ ტრამპი ყოველთვის რუსეთის ინტერესებში მოქმედებდა და რუსეთის საზრაო, ტრამპი მოქმედებს ტრამპის ინტერესებში. ხო, ამ შემთხვევაში მას ძალიან აწყობდა ეს, რომ ეს სომხეთის და აზერბაიჯანი ესე ვთქვათ, შეერიგებინა და დაემკვიდრებინა საბოლოოდ ეს როლი მშვიდობის ყოფილი, ამავე დროს თან ამერიკული კომპანია იქნება იქ და ამერიკის ინტერესებიც გამყარდება. რაც შეეხება უკრაინას, აქ რამდენიმე რამ არის. პირადად ტრამპის შეხედულებები თქვენ თვითონ რომ შეიცვალა ის რამდენჯერმე შეიცვალა, რამდენიმე კვირის წინ შეიცვალა, ეხლა ბოლო დღეებში კიდე მისი განცხადებები თუ გახსოვს, აშკარად ადამიანი ამბობს, რასაც შეიძლება თვითონ მართლა ფიქრობს, რომ რუსეთი ომს მოიგებდა, რომ არა ვიღაც გენერალი, რომელმაც არასწორი გზით წაიყვანა, რომ ზელენსკიმ თურმე ომი დაიწყო და მას კონსტიტუცია ომის და ადამიანების მოკვლის დასრულებას აძლევს და არა თქვათ ტერიტორიების დათმობას. ესეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, ტრამპის
აზროვნებას და დამოკიდებულებას აჩვენებს, მაგრამ ხო მარტო ტრამპი ხო არ არის, რა თქმა უნდა, ხო ამერიკა არის ქვეყანა, სადაც გადაწყვეტილებები არ მიიღება ერთი ადამიანის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ეს პრეზიდენტია და მას ძალიან დიდი გავლენა აქვს, ჩვენ უკვე შევეგუეთ ამას, იყო ოვალური ოფისის ინციდენტი ეს ყველაფერი შემდეგ ასე თუ ისე აქედან გამოძვერით, იქ იაქტიურეს ძალიან ევროპელებმა, სხვა ამერიკაში მნიშვნელოვანმა პირებმა, თუნდაც საფრთხე კონგრესში. ამიტომ ჩვენ მე მგონი მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, 15 ივლისს რაც შეიძლება მოხდეს, 16 ივლისს ბოდიში აგვისტო. მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. აი ეს არ იქნება რაღაცა გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ტრამპი ვერ გამოვა იქიდან დამარცხებული, ყველა ვარიანტი იტყვის, რომ მან უდიდეს გამარჯვებაა. მე არ გამორიცხავ, რომ რაღაც მომენტში ცოტა მცირე შანსი არსებობს, მაგრამ თუ კი ყველაფერი ცუდად წავიდა, მე არ გამორიცხავ ოვალური ოფისის ინციდენტის გამეორებას, მაგრამ ამჯერად პუტინთან, თუმცა ამის ცოტა შანსებია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ისინი შეეცდებიან ესენი ეს რაღაც დიდ გადადგმულ ნაბიჯად გაყიდონ, მაგრამ ეს ამით ხო არაფერი არ თავდება, ამით იწყება რეალურად კიდევ ერთი ეტაპი და მე იქნება დამოკიდებული ბევრ სხვა ფაქტორზე ეს რეფორმას მიიღებს საბოლოოდ. უკრაინა რა თქმა უნდა არ დათანხმდება თავის ტერიტორიების გათხვისებას, მით უმეტეს რომ მარტო უკრაინის ტერიტორიებზეა ხო ლაპარაკი, ტერიტორიების გაცვლა მიდის იქ უკრაინის და ოკუპირებული ტერიტორიების გაცვლა. ხო, ევროპელებიც იგივე პოზიციაზე არიან და მე დარწმუნებული ვარ რომ ამერიკაშიც არის ძალიან ბევრი მხარე, რომელიც არ არის მზად იმისთვის, რომ ესე უბრალოდ ყველაფერი დათმონ იმისთვის, რომ მხოლოდ პუტინმა ცეცხლი შეწყვეტოს. აქ ჯერ ცეცხლის შეწყვეტაზე არის საუბარი, ხო? ჩვენ არ ვიცით რა მოხდება მერე ამას მოსდეთ. ამას თუ შემდეგ თუ იქნება შეხვედრა ტრამპსა და ზელენსკის შორის, შემდეგ თუ იქნება კიდევ სამხრივი შეხვედრა ზელენსკის, ტრამპსა და პუტინის შორის, ჯერ კიდევ არის რჩება ამისთვის, ესე ვთქვათ, პოტენციალი და ამიტომ ესე უიმედოდ არ უნდა ვიყოთ საბოლოოდ, მაგრამ თუ კი ყველაფერი პუტინსა და ტრამპს შორის გადაწყდება, ეს რა თქმა უნდა იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ მე არ მგონია, რომ ხვალ არის ხო 15 უკვე რომ ხვალ გადაწყდეს ეს ყველაფერი.